მოგესალმებით ყველას, ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო მაყურებლებო, არხის გამომწერებო. დღეს მე დაგიბრუნდით ძალიან განსხვავებული და საინტერესო თემით, რა თქმა უნდა. ზოგჯერ ყოფილი იეჰოვას მოწმეებს გვეკითხებიან, მაგალითად, აი ლაივში, როდესაც გავდივართ, კომენტარებში გვიწერენ, ამდენი ხანი რატო ვერ მიხვდით წლები, რატომ დაგჭირდათ და ასე შემდეგ. სწორედ ამ თემაზე მინდა ვისაუბრო და ამ თემაში წარმოგიდგენთ 12 საინტერესო ფრაზას და გაიგებთ რა ფრაზაზე მაქვს საუბარი. მაგრამ მოდით ცოტახნი წარმოიდგინეთ ასეთი რამ. ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც თქვენი საკუთარი აზრებიც კი სიფრთხილით უნდა გააკონტროლოთ. რადგან არასწორი წინადადების თქმა შეიძლება დაგიჯდეთ ოჯახის ფასად, მეგობრების ფასად, მთელი თქვენი სოციალური ქსელის ფასად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის ფასად, რომლის წყალობითაც პირში სული გიდგათ. ეს რაც ახლა მოისმინეთ, ფანტასტიკური ფილმის ნაწყვეტი არ გეგონოთ, ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს 8 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე, რომლებიც იმყოფებიან ერთ-ერთ ისეთ ორგანიზაციაში, რომელშიც ადამიანებს ძლიერ ზეგავლენას ახდენენ, აკონტროლებენ და მართავენ. დღეს გაგიზიარებთ 12 ფრაზას, რომელთა წარმოთქმა ყოველგვარი შიშისა და დაფიქრების გარეშე შეგვიძლია თქვენც და მეც. მაგრამ თუ ამ ფრაზებს იეჰოვას მოწმე წარმოთქვამს, შეიძლება მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს, უარყოფითისკენ, რა თქმა უნდა. ეს არ გახლავთ სალანძღავი სიტყვები ან მუქარის გამომხატველი ფრაზები, მაგრამ საგუშაგო კოშკის, ანუ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში ეს ფრაზები მეხის დაცემას შეიძლება შევადაროთ. რასაც ამ ვიდეოში მოისმენთ, გაგაოცებთ, რადგან თქვენს კარზე კაკუნისას დანახული იეჰოვას მოწმეების მეგობრული სახეების, თავაზიანი ღიმილისა და მოწესრიგებული გარეგნობის მიღმა, აზროვნების მართვისა და კონტროლის დახვეწილი და ფესვებგადგმული სისტემა იმალება. იეჰოვას მოწმეების უმეტესობა ვერც კი ხვდება, რომ ფსიქოლოგიურ ტყვეობაში ცხოვრობს. გთხოვთ, დარჩეთ ჩემთან შემდეგი 40 წუთი. ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, რადგან ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ. მაშასე, დავიწყოთ. არ მჯერა, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები გადარჩებიან, ან ის, რომ აუცილებელია სხვა რელიგიის მიმდევრებმა ჩვენი მრწამსი მიიღონ, რათა გადარჩნენ. მსგავსი რამის ხმამაღლა თქმას, თავის არამორწმუნეებთან და განსაკუთრებით უხუცესების თანდასწრებით, იეჰოვას მოწმე მაქსიმალურად მოერიდებოდა, რადგან ეს ამ ორგანიზაციის მთავარი სწავლების თავდაყირე დაყენება იქნებოდა. საგუშაგო კოშკის, ანუ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წინამძღოლები ასწავლიან, რომ კაცობრიობასთან საკომუნიკაციო ერთადერთ არხად ღმერთმა მხოლოდ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები აირჩია. ეს 11 კაცი თავის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ადამიანებს ღვთის ხალხს უწოდებენ. მაგრამ ვინ ხართ თქვენ, დანარჩენი ადამიანები, რომლებიც არ ხართ იეჰოვას მოწმეები? მათი სწავლებით თქვენ ხართ სატანის ქვეყნიერების ნაწილი. ადამიანებს იყენებს მარიონეტებად. ის მათი მეშვეობით ცდილობს ყველას მიაწვდინოს თავისი ხმა. ხშირად ვერც კი ხვდებიან, რომ მათ სატანა იყენებს. როდესაც იეჰოვას მოწმე იწყებს ფიქრს, ან უბრალოდ უშვებს აზრს, იქნებ სხვა რელიგიებში მყოფ კარგ ადამიანებმაც მოიპოვონ ღვთის კეთილგანწყობა ისე, რომ არ იარონ ჩვენ კრებებზე და არ გაიაზრონ ჩვენი ორგანიზაციის სწავლებები. ამგვარი აზროვნებისას იეჰოვას მოწმე სახიფათო ზღვარს გადავიდოდა, რადგან ასეთი აზრი ეჭქვეშ აყენებს ამ ორგანიზაციის დანიშნულებას. ისეთი აზრები და ეჭვები, როგორიცაა მაგალითად, თუ ღმერთისკენ მიმავალი სხვა გზებიც არსებობს, რატომ უნდა ავიტანო მკაცრი წესები და ბევრი რამ მოვიკლო ცხოვრებაში, თან ამდენ დროს მართავს კრების შეხვედრებისთვის მომზადება და კრებებზე დასწრება, იქ დამღლელი კარდაკარ ქადაგება, აქ სტენდთან დგომა ქუჩაში. როგორც კი ვინმე გამოთქვამს ამ აზრებს, თუნდაც კრებაში მყოფ სანდო მეგობრებთან, ასეთებს სულიერად სუსტებად თვლიან. უხუცესები ასეთნაირ მოაზროვნე მოწმეებთან დაუყოვნებლივ განახორციელებენ ეგრეთ წოდებულ სამწყემსო მონახულებებს, რათა აზროვნება გამოუსწორონ მათ. თუ სამწყემსო მონახულებისას იეჰოვას მოწმე ამ ეჭვებს კვლავ გამოხატავს და არ დაეთანხმება უხუცესების შეგონებებს, დაუდგება ძალიან მძიმე და აუტანელი დღეები. კრებაში დაკარგავს უპირატესობებს, რომლებიც სულს რო ჰქონდეს. თავიდან მოახდენენ მის მსუბუქ სოციალურ იზოლაციას და საბოლოო ჯამში კრებაში დარჩენის უბლებას ჩამოართმევენ. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარიცხავენ. ამის შემდეგ მას მხოლოდ მოკლედ თუ მიესალმებიან, ისიც კრებაზე მისაპატიჟებლად. სხვა შემთხვევაში აღარ დაელაპარაკებიან მეგობრები და თანამორწმუნეები. ის დაკარგავს თელ სამეგობროს, თელ სოციალურ წრეს. ზოგ შემთხვევაში მჭიდრო ოჯახურ კავშირებსაც კი.
სწორედ ასეთი გარემოება იეჰოვას მოწმეს შიშის მარწუხებში აცხოვრებს. ორგანიზაციას ვერ ტოვებს, რადგან ასწავლეს, რომ თუ დატოვებს ორგანიზაციას სოციალურ წრეს დაკარგავს, ბოლოს კი სამუდამოდ შეიძლება განადგურდეს არმაგედონში. ის, ვინც ამ სწავლებებს ეჭქვეშ დააყენებს, სულიერად დასუსტებულად თვლიან. ბევრი მოწმისთვის ამგვარი სტატუსი შეიძლება სამარცხვინო იყოს, დამამცირებელი ან სულ ცოტა არასახარბიელო მდგომარეობა. არ მჯერა, რომ ხელმძღვანელი საბჭო ღმერთმა დანიშნა და რომ თითქოს ღმერთი მათ ერთადერთ საკომუნიკაციო არხად იყენებს დედამიწაზე. ეს შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე სახიფათო აზროვნებად იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში. ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც დღეს 11 მამაკაცისგან შედგება, მოწმეებს ასწავლის, რომ იესოს იგავებში მოხსენიებულ ერთგულ და გონიერ მონაში თვითონ იგულისხმებიან. ისინი საკუთარ თავს ღვთისგან დაყენებულ მსახურებად იცხადებენ, რომლებსაც, როგორც თვითონ ამბობენ, ადამიანების სულიერად გამოყვება აქვს დავალებული ღმერთისგან. ახლა დაფიქრდით შემდეგ რამეზე. ღმერთი საუბრობს ამერიკაში მყოფი 11 მამაკაცის მეშვეობით, რათა სოფლიოს 8 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება წარმართოს. ეს 11 მამაკაცი გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ სერიოზულ სფეროებში, როგორიცაა რა შეუძლია წაიკითხონ იეჰოვას მოწმეებმა და რა არა. ვის მოусმინონ და ვის არა. რა შეუძლია უყურონ და რას არა. ვისზე უნდა დაქორწინდნენ და ვისზე არა. რა სამედიცინო მკურნალობამ უნდა მიიღონ, როგორ გაატარონ დრო, რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ მიმდინარე მოვლენებზე და სხვა მრავალი. აშკარაა, რომ ამგვარ მოცემულობაში ფსიქოლოგიური მანიპულირების დონე არის განსაცვიფრებელი. თავისი ქვეშევრდომების იმაში დარწმუნებით, რომ ამ 11 კაცის უკან ღმერთი დგას, საკუთარი თავი ხელშეუხებელ პირებად იქციეს. უფრო მეტიც, ამ 11 კაცის სტატუსის ეჭქვეშ დაყენება მხოლოდ ადამიანური ხელმძღვანელობასთან უთანხმოებას კი არ ნიშნავს, არამედ თავად ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებად მიიჩნევა. ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ეს ორგანიზაცია, ხშირად აღუნიშნავთ, თუ რა გრძნობა და რა განცდები დაეუფლათ, როდესაც სულ პირველად საკუთარ თავთან კითხვების დასმა გაბედეს. იქნება და ეს 11 კაცი უბრალოდ ცდება. ეს არის გამოღვიძების პირველი და რთული ეტაპი, რადგან მას ბუნებრივად მოჰყვება ეჭვები სხვა დანარჩენ საკითხებშიც, რომლებსაც ისინი წლების მანძილზე საკუთარ თავში ბრუნავდნენ და ახშობდნენ. ასეთი კითხვებია მაგალითად შემდეგი. თუ ხელმძღვანელი საბჭო თვითგამოცხადებული ადამიანების ჯგუფია და ღმერთი არ ხელმძღვანელობს მათ, მაშინ რა შეიძლება ითქვას მათ დანარჩენ სწავლებებზე და ბიბლიის განმარტებებზე? რა შეიძლება ითქვას იმ სხვერპლზე, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა გავიღეთ მათი მითითებების გამო? კარიერაზე თუ უმაღლესი განათლების მიღებაზე ხომ უარი ვთქვით? სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო ხომ ოჯახის წევრი დავკარგე? ამ ერთ ეჭვს, რომ ხელმძღვანელ საბჭოს ღმერთი არ ხელმძღვანელობს, შეუძლია 10 წლეულების განმავლობაში არსებული რწმენის ერთ წამში ჩამონგრევა. სწორედ ამიტომ არის ამ ეჭვის გამოხატვა ასე საშიში ორგანიზაციის შიგნით. უფრო მეტიც, ასეთი ეჭვის არსებობა იეჰოვას მოწმეებში არა მხოლოდ სულიერი აჯანყება ორგანიზაციის წინააღმდეგ, არამედ ის საფრთხეს უქმნის იმ ყველაფრის საძირკველს, რაზეც იეჰოვას მოწმემ მთელი თავისი რელიგიური ცხოვრება ააშენა. ეჭვმეპარება 1914 წელთან დაკავშირებით. ეს თარიღი არის იეჰოვას მოწმეების ქრონოლოგიის ქვაკუთხედი. მათი სწავლების თანახმად, ეს წელი აღნიშნავდა ქრისტეს სამეფოს უხილავ დამყარებას ზეცაში და ბოლო დღეების დასაწყისს. ამ წელს ასევე უკავშირებენ რით წინასწარმეტყველებებს, ამიტომ ამ თარიღის ეჭქვეშ დაყენება სენსიტიური თემაა იეჰოვას მოწმეების. წინასწარმეტყველური სიზმარი ახერხებოდა. სინამდვილეში 1914 წლის სწავლება ხუხულასავითაა, რადგან ის ეყრდნობა ბიბლიაში აღწერილ სიზმარს, იერუსალიმის განადგურების რთულ გამოთვლებს, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს რაღაც 7 დროის შესახებ და თვარის წლების მზის წლებზე გადასვლას, რაც ალბათ ზოგ მათემატიკის მცოდნესაც კი დაახვევდა თუ თამბობს. ამ რიცხვს 2-ზე გავამრავლებთ, მივიღებთ 2504 დღეს, ანუ 7 დროს. როდესაც ამ სწავლებას ზოგი იეჰოვას მოწმე სიღრმისეულად იკვლევს, ხედავს, რომ ისტორიული და არქეოლოგიური მტკიცებულებები არ ადასტურებს ორგანიზაციის გამოთვლებს, ან უბრალოდ არასაკმარისია.
ბევრმა აღმოაჩინა, რომ იერუსალიმი არ განადგურებულა ძველი წელთაღრიცხვის 607 წელს, არამედ ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 586-87 წლებში, რაც იეჰოვას მოწმეების მთელ ქრონოლოგიურ სისტემას თავდაყირა აყენებს. ამგვარად ამ ეჭვების გამოხატვა სულიერი კატასტროფის ტოლფასია. სინამდვილეში 1914 წლის სწავლებით ორგანიზაციის ავტორიტეტის ასე ვთქვათ გაправება ხდება. ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით ხელმძღვანელობს თავის ხალხს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია სრულად ვენდოთ იმ ბიბლიურ სწავლებებს, ახსნებსა და ხელმძღვანელობას, რომელსაც გონიერი მონისგან ვიღებთ. თუ ქრისტემ უხილავად არ დაიწყო მმართველობა ზეცაში 1914 წელს, მაშინ როგორ შეუძლია 11 კაცს პრეტენზია ჰქონდეს მის მიწიერ წარმომადგენლობაზე და ასევე 1919 წლის თარიღზე. ასეთ შემთხვევაში ხომ მთელი მათი ავტორიტეტული სტრუქტურა ინგრევა. ამიტომ ამ თარიღის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება თავად იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყების თოლფასია. გონია რომ არმაგედონი არ მოვა. მოწმეებს მიაჩნიათ, რომ არმაგედონი არის ღვთის ომი ამ ქვეყნიერებასთან და ეს ომი მოვა მოულოდნელად და ის უკვე კაიხანია კარზეა მომდგარი. არმაგედონი ბევრი იეჰოვას მოწმის ცნობიერებაში და ცხოვრებაში არის მამოძრავებელი ძალა, მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, რაში მჭირდება წლების გაფლანგვა სწავლაში, როცა არმაგედონი კარზეა მომდგარი და ამ ქვეყნიერების აღსასრული საცაა დადგება. რატომ გავაჩინო შვილები, ისედაც ბოლო დღეებია. ხედავ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიქადაგო და ვემსახურო იეჰოვას, ვიდრე ამ ქვეყნიერებაში ჩემს პირად ცხოვრებაზე და სიამოვნებაზე ვიზრუნო. რატომ უნდა დავზოგო ფული პენსიისთვის? ეს ქვეყნიერება ხომ დიდხანს მაინც არ გაგრძელდება. სატანისაა. იეჰოვას მოწმეებში გადაუდებლობის ეს გზნობა უკვე 140 წელზე მეტია, რაც არსებობს. ამ ორგანიზაციამ არაერთხელ წინასწარმეტყველა ან აშკარად მიანიშნა, რომ არმაგედონი ესაა დადგებოდა. ჯერ 1914 წელი მოვიდა და წავიდა, მაგრამ არმაგედონი არ მოხდა. შემდეგ 1925 წელიც ანალოგიურად დიდი იმედგაცრუება იყო იეჰოვას მოწმეებისთვის. იგივე მოხდა 1975 წელს. 2000 წელმა ჩვეულებრივ ჩაიარა. მიუხედავად ამისა, კარსმომდგარი არმაგედონის შესახებ სწავლება კვლავაც გრძელდება ორგანიზაციაში. თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჟურნალებში, ვიდეორგოლებში თუ საბავშვო ანიმაციებშიც კი მესიჯი იგივეა. ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ასე რომ ჩვენ წინაშე განვითარებული მოვლენები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ასე ახლოს ბოლო დღეების დასასრულთან არასდროს ვყოფილ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეების მიწურულის მიწურულს ვართ. სადაცაა ბოლო დღეების ბოლო დღეც დადგება. როდესაც იეჰოვას მოწმე იმის გაცნობიერებას იწყებს, რომ სავსებით შესაძლებელია ეს ქვეყნიერება კიდევ 10 წლეულები გაგრძელდეს, ან თუნდაც საუკუნეები გაგრძელდეს, ამან შეიძლება შინაგანად დაანგრიოს იეჰოვას მოწმემ. ალბათ იფიქრებთ რატომ, რანაირად, როგორ. იმიტომ რომ ყველა ის ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს სწავლებებისა და მითითებების შესაბამისად მიიღო იეჰოვას მოწმემ, უეცრად უკიდურესად ცდარ გადაწყვეტილებად გამოიყურება. ამიტომ ის მსგავს აზრებსა და ფიქრებს უკვე ავტომატურად იშორებს, რათა შინაგანი დისკომფორტი არ შეექმნას, ან სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს. ხდება, რომ წარსულს ვეღარ შეცვლის. უმაღლესი განათლება, რომელზეც უარი თქვა, კარიერა, რომელიც არ შექმნა, ურთიერთობები, რომლებიც არ დაამყარა ამ ქვეყნიურ ადამიანებთან, ეს ყველაფერი შეეწირა იმ მოვლენას, რომელზეც ეუბნებოდნენ, რომ მოხდებოდა, მაგრამ არ მოხდა და შეიძლება არც არასოდეს მოხდეს. ამგვარი ეჭვის გამოხატვა ორგანიზაციაში რწმენის სისუსტედ და რწმენის დაკარგვად მიიჩნევა. ბევრი იეჰოვას მოწმისთვის ორგანიზაციის სწავლებებში დაეჭვებული თანამოწმე მიიჩნევა სატანის გავლენის ქვეშ მოქცეულად და ასევე ამ ქვეყნიერებით მოხიბლულად. და თუ სურს, რომ რწმენა არ დაემსხვრეს, მსგავსი აზროვნება დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროს. სურს რომ ორგანიზაციის გარეთ მყოფ ადამიანებთან ვიმეგობრო. სოციალური იზოლაცია ადამიანის კონტროლისა და მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია, რომელსაც ის ჯგუფები იყენებენ, რომლებიც ადამიანებზე ძლიერ ზეგავლენას ახდენენ, რათა მართონ ისინი და აშკარაა, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციამ ეს მეთოდი კარგად აითვისა. კრებებზე და ლიტერატურის მეშვეობით მოწმეებს გამუდმებით ასწავლიან, რომ ორგანიზაციის გარეთ მყოფი ადამიანები
სატანის ქვეყნიერების ნაწილს წარმოადგენენ და მათთან ახლო მეგობრობა სულიერად საშიშია და ღვთის ტრობის ტოლფასია. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეებს, ასე ვთქვათ, დისტანცია უჭირავთ მეზობლებთან, ბავშვობის მეგობრებთან, სამსახურის თანამშრომლებთან, კლასელებთან, კურსელებთან, ნათესავებთან და უფრო მეტიც, ზოგჯერ იმ ოჯახის წევრებთანაც კი, რომლებსაც არ მოსწონთ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, ან უბრალოდ არ ეთანხმებიან მას. ამგვარად მოწმისთვის მთელი სოციალური წრე არის ორგანიზაციაში სამეგობრო, მეგობრული შეხვედრები, სოციალური ხარდაჭერა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით და ასევე დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა იეჰოვას მოწმეს კარგი რეპუტაცია ორგანიზაციაში და განსაკუთრებით იმ კრებაში, რომელსაც ყოველკვირეულად ესწრება. ასეთი სოციალური გარემო გარკვეულწილად აიძულებს მოწმეს დათმობაზე წავიდეს. ჩუმად იყოს და ბევრი ისეთ რამეს შეეგუოს, რასაც სხვა შემთხვევაში არ შეეგუებოდა. ასეთი ატმოსფერო იეჰოვას მოწმეს ემოციურ ძევლად აყალიბებს, რომელიც ასე ვთქვათ, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისთვის მოსაწონ ფორმაში აყენებს იეჰოვას მოწმეს, მაშინაც კი, როცა სერიოზული ეჭვები ხრნის. როდესაც იეჰოვას მოწმე ნამდვილი მეგობრობის სურვილს ისეთი ადამიანების მიმართ გამოხატავს, რომლებიც არ არიან ამ ორგანიზაციაში, ეს ზოგჯერ იმაზეც მიანიშნებს, რომ ასეთი მოწმე ბოლომდე უკვე აღარ იზიარებს ორგანიზაციის შეხედულებებს. მას მიაჩნია, რომ ორგანიზაციას ყველა კითხვის პასუხი არ აქვს და მზადაა განსხვავებული თვალსაზრისი მოისმინოს. ჩემი შვილის დაბადების დღე აღნიშნე. დაბადების დღის აღნიშვნა იეჰოვას მოწმეებს მკაცრად აქვთ აკრძალული. ეს აკრძალვა გარედან შესაძლოა უნებლიეთ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში მას ღრმა ფსიქოლოგიური გავლენა აქვს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებზე. მოდით წარმოვიდგინეთ, რომ კლასში ერთადერთი ბავშვი ხართ, რომელსაც აკრძალული აქვს დაბადების დღის აღნიშვნა. და არა მხოლოდ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა, არამედ სხვის დაბადების დღეზე დასწრების უფლებაც არ აქვს. არანაირი დაბადების დღის წვეულება, არანაირი დაბადების დღის ტორტი, არანაირი დაბადების დღის საჩუქრები. მაშინ, როცა სხვა ბავშვებს ასეთი დღეების გარშემო ბედნიერი მოგონებები რჩებათ, რომელიც მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ. იეჰოვას მოწმეების ბავშვებს კი ასწავლიან, რომ დაბადების დღე ბოროტ სულებთან და წარმართულ რიტუალებთანაა დაკავშირებული. ზოგი იეჰოვას მოწმე მშობელი გულის სიღრმეს შეიძლება არც კი იზიარებდეს დაბადების დღის აკრძალვას, რადგან მშობლის ბუნებრივი ინსტინქტია ის დღე აღნიშნოს, როცა ბავშვი გაუჩნდა. ამ დღის აღნიშვნა ხომ ყველას ახარებს, როგორც იუბილარს, ისე მთელ ოჯახს. მაგრამ ორგანიზაციის აკრძალვას ვერ გადააბიჯებს იეჰოვას მოწმე, რადგან იცის, რომ აკრძალვის დაუმორჩილებლობა სერიოზული და მწვავე შედეგები მოჰყვება და ამიტომ იძულებულია დანებდეს და დაბადების დღის აღნიშვნის ბუნებრივი ინსტინქტი საკუთარ თავში როგორმე ჩაკლას. თუ მშობელი სახლის პირობებში საკუთარ შვილს პატარა დაბადების დღეს გადაუხდის, ან შვილს ნებას დართავს დაბადების დღის წვეულებაზე წავიდეს, ასეთ დროს მშობელში, ანუ იეჰოვას მოწმე მშობელში სინდისის ქენჯნა და დანაშაული ცნობა იბუდებს. თუ კრების უხუცესებს გამოხელს, რომ შვილის დაბადების დღე აღნიშნა, იმ იმედით, რომ აპატიებენ, ან უბრალოდ სხვისგან გაიგებენ ამას უხუცესებს შეუძლიათ მშობლების დასჯა იმით, რომ ჩამოართმევენ კრებაში არსებულ უპირატესობებს და შეიძლება კრებაში მყოფთა თანდასწრებით გაკიცხონ, რაც გულისხმობს მშობლისა და კრებაში მყოფი ადამიანების თანდასწრებით სპეციალური თემის წაკითხვას, რაც საჯაროდ გაკიცხული ადამიანისთვის შეიძლება დამამცირებელი და შეურაცხყოფელი აღმოჩნდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობელი, იეჰოვას მოწმე მშობელი არ ინანიებს შვილისთვის დაბადების დღის გადახდას, შეიძლება კრებიდან გარიცხონ კიდეც. ანუ რა გამოდის? შვილის დაბადების დღის აღნიშვნით საკუთარი შვილისადმი სიყვარულის გამოვლენას ამ ორგანიზაციაში ცოდვას უწოდებენ. ისეთი წიგნი წავიკითხე და ისეთ ვიდეოს უყურე, რომლებშიც ჩვენი ორგანიზაცია არის გაკრიტიკებული. ალბათ არც ერთი აკრძალვა ისე ნათლად არ ამჟღავნებს ორგანიზაციის შის გარე ინფორმაციის მიმართ, როგორც ორგანიზაციიდან გასულების მოსმენის აკრძალვა. მოწმეებს სისტემატიურად ჩააგონებენ, რომ არ იკითხონ ის წიგნები, არ უყურონ იმ ვიდეოებს და არ გაეცნონ იმ ვებსაიტებს,
რომლებშიც ორგანიზაციას ამხელენ და აკრიტიკებენ. მოწმეების იმაში დასარწმუნებლად, რომ კრიტიკული ინფორმაცია საზიანოა სულიერად, ხელმძღვანელობა იყენებს ძალიან გამძაბრებულ, ემოციურად დამუხტულ და გადაჭარბებულ მაგალითებს, რაც რიგით მოწმეს შიშ ჩაუნერგავდა და შესაბამისად უარს ათქმევინებდა გარე ინფორმაციის გაცნობაზე. ჩვენ ვიმსჯელებთ სატანა ეშმაკის ორ მზაკვრულ მეთოდზე. განდგომილებზე და დეზინფორმაციაზე, რომელსაც იეჰოვას მოწმეების შესახებ მედია ავრცელებს. კრიტიკულ აზროვნებას და კრიტიკულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ყოფილი მოწმისგან გაიგონ, ან ზოგადად ვინმესგან, ხელმძღვანელები მას შხამს ადარებენ. კრიტიკული ინფორმაცია სულიერ შხამადაა წარმოდგენილი. თავიდან მოდი ვისაუბროთ განდგომილებზე, რომელთა იდეებიც ჩვენზე შხამივით მოქმედებს. ჯერ მოდი დავფიქრდეთ, როგორ დავიცვათ თავი შხამისგან. პირველ რიგში უნდა ამოვიცნოთ ის, შემდეგ მოვერიდოთ. არ უნდა გავეცნოთ განდგომილთა მასალას და არც ის უნდა გამოვიძიოთ, რას ამბობენ ჩვენზე მედია საშუალებები. ის, რომ სტატიაში ახალი ამბავი დაიბეჭდა, არ ნიშნავს, რომ სიმართლეა. პროცეს სექტის წევრები ეცნობიან კრიტიკულ ინფორმაციას ინტერნეტში, YouTube-ზე თუ ტელეარხებზე, ისინი გაუცებული რჩებიან გაგონილით, რადგან მანამდე არასდროს არ სმენიათ მსგავსი რამ ორგანიზაციაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი სახის აკრძალვები ქმნის გარემოს, სადაც მოწმეებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ თავიანთი თავი. თუ რა სახის ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ და თავი არიდონ ყველაფერს, რამაც შეიძლება ეჭქვეშ დააყენოს მათი რწმენა. ეს არის ადამიანების ინტელექტუალურ კარანტინში მომწვევა, რომელიც მილიონობით ადამიანს ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს. ანუ იმ ინფორმაციასთან არ უშვებს ახლოს, რაც გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა იეჰოვას მოწმეს და შედეგად შესაძლებლობა მიეცემოდა საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაში. სისხლის გადაცხმის აკრძალვას არ ვეთანხმები. ბიბლიური მონაკვეთების თავიანთებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ორგანიზაციის სწავლება სისხლის გადასხმას ცოდვად მიიჩნევს და ასეა ისეთ სიტუაციებშიც კი, როცა მოწმის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სამწუხაროდ, ამ სწავლების გამო იღუპებიან როგორც მშობლები, ისე ბავშვებიც. God's word says, ღვთის სიტყვაში ნათქვამია. გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენ სიჭაბუკეში, სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები. ჩვენი შვილი ჯეროდი, სულ რაღაც 11 წლისა იყო, როცა ასეთი დღეები დაუდგა. 1991 წლის ივნისში ჯეროდს ავთვისებიანი ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გვემკურნალ მისთვის. ამასთანავე, როგორც ჩვენ, ისე ჯეროდი, უარს ვამბობდით სისხლის გადასხმაზე. ჯეროდი 1992 წლის ივნისში სახლში დაიღუპა. თავზარდაცემული ვიყავი. თავი კოშმარში მეგონა. დღეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეგვემთხოვოდა. სისხლის გადასხმაზე უარის თქმით გამოწვეული სიკვდილი იეჰოვას მოწმემ ღვთისადმი ერთგულებად უნდა მიიჩნიოს. მათი ამგვარი სწავლება იმასაც გულისხმობს, რომ მოშუღნე იეჰოვას მოწმემ ცოდვის ჩადენის ნაცვლად, ანუ სისხლის გადასხმით, სიცოცხლის შენარჩუნების ნაცვლად, სიკვდილი უნდა აირჩიოს და ასეთი ქმედებით იეჰოვას გაუხაროს გული. ორყოფითმა ემოციებმა და ფიქრებმა მომიცვა, მაგრამ გარემ დამანახვა, რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ გაექცევა. სატანის მტკიცებით გაჭირვების დროს ადამიანს ღვთის სიყვარული გაუნელდება და ზურგში აქცევს. თუ ასე მოვიქცეოდი, მის ბრალდებას გავამართლებდი. ამ ყველაფერთან ერთად შემაშფოთებელია თვითონ ამ სწავლების სირთულე და შეუსაბამობა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სისხლის გადასხმა აკრძალეს, გარკვეული დროის შემდეგ სისხლის ფრაქციები დაუშვეს. ამ ორგანიზაციამ შექმნა დიაგრამები, რომლებიც რიგით მოწმეებს აჩვენებს, თუ რომელი სისხლის კომპონენტებია დაშვებული და რომელი არა. სისხლის აკრძალვის სწავლება ხელმძღვანელმა საბჭომ რამდენჯერმე შეცვალა. ექიმებს უჭირთ ზოგიერთი იეჰოვას მოწმე პაციენტთან ამ საკითხების მოგვარება, რადგან ორგანიზაციის მიდგომები და წესები იმდენად რთულია, რომ ზოგჯერ თავად იეჰოვას მოწმე პაციენტებსაც კი არ ესმით ბოლომდე რა შეუძლიათ გადაისხან და რა არა.
ზოგ შემთხვევებში, როდესაც იეჰოვას მოწმე კარგად სწავლობს ამ აკრძალვის საფუძვლებს, ან თანამოწმის ტრაგიკული გარდაცვალების თვითმხილველი ხდება, გადასხმის აკრძალვის სწავლების ეჭვეს დაყენებას იწყებს და საშინელი დილემის წინაშე დგება. იმიტომ რომ სისხლის აკრძალვის სწავლებისადმი ეჭვის გამოხატვა უხუცესების მიერ პოტენციურად შეიძლება განიხილებოდეს სხვა მოწმეების სულიერობის რისკის ქვეშ დაყენებად. თუ იეჰოვას მოწმე თანამოწმეს ურჩევს სისხლი გადაისხას და სიცოცხლე შეინარჩუნოს, მას თანამოწმის სულიერ განადგურებაზე პასუხისმგებლად ჩათვლიან. ამ ორგანიზაციამ შექმნა ისეთი სწავლება, რომლის ეჭქვეშ დაყენება არა მხოლოდ ადამიანური ინტერპრეტაციისადმი ეჭვის შეტანას ნიშნავს, არამედ თანამოწმის მარადიული სიცოცხლის პერსპექტივის ეჭქვეშ დაყენებას. ამიტომ იეჰოვას მოწმემ შეიძლება ვერც კი გაბედოს თანამოწმეს სისხლის გადასხმა ურჩიოს. ისიც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ სისხლის გადასხმისკენ მოუწოდებს თანამოწმეებს, ამის გამო შეიძლება მალე ორგანიზაციის გარეთ აღმოჩნდეს. შეიძლება სხვა რელიგიებშია ჭეშმარიტება, ან ჭეშმარიტების მარცვლები. ამგვარი თვალსაზრისის აკრძალვა მიუთითებს უკიდურეს გარიყულებაზე, გამოცალკევებულობაზე, რაც დამახასიათებელია იეჰოვას მოწმეების სოფხედველობისთვის. მათი სწავლების თანახმად, საგუშაგო კოშკის ორგანიზაცია ერთადერთი არხია, რომლის მეშვეობითაც ღმერთი კაცობრიობას ჭეშმარიტებას უცხადებს. სხვა რელიგიები თუ რელიგიური ჯგუფები, რაც არ უნდა გულწრფელები და მონდომებულები იყვნენ, ან რაც არ უნდა კეთილი მოტივები ამოძრავებდეთ, მაინც დიდი ბაბილონის, ანუ ცრუ რელიგიის ნაწილად მიაჩნიათ. ამ სწავლებას ღრმა ფსიქოლოგიური გავლენა აქვს იეჰოვას მოწმეებზე. 8 მილიონზე მეტ მოწმეს სწამს, რომ ღმერთი მხოლოდ თავიანთ ორგანიზაციას იწონებს და მხოლოდ მათ ხელმძღვანელობს, ხოლო კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებული ყველა რელიგიური ჯგუფი, ეკლესია, ტაძარი თუ ფილოსოფიური მოძრაობა გზასაცდენილია და არმაგედონის დადგომის წინ აუცილებლად განადგურდება. ასეთი სწავლება აგრეთვე ქმნის ჩვენ და ისინი მენტალიტეტს, რომელიც ამ ორგანიზაციაში მყოფებს ფართო ადამიანური საზოგადოებისგან რიყავს. ამგვარი მენტალიტეტი შეიძლება იყოს იმის მიზეზი, თუ რატომ არის ზოგი იეჰოვას მოწმე გულგრილი ან არც კი ინტერესდება სხვა რელიგიების შესწავლით და უჭირს სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და უჭირს იმის აღიარება, რომ ორგანიზაციის გარეთ არსებული სიბრძნე ან სწავლება შეიძლება ღვთისგან მომდინარეობდეს. თუ იეჰოვას მოწმე სხვა რელიგიების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს, მაგალითად ეკლესიის მამების ნაშრომების, ბუდისტური ფილოსოფია ან ისლამური მეცნიერებით ინტერესდება და თანამორწმუნეებთან ამბობს, რომ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ აღმოაჩინა, ის ფაქტიურად თანამორწმეების თანდასწრებით აღიარებს, რომ ორგანიზაცია არაა ერთადერთი, ვინც ჭეშმარიტებას და ღვთიურ სიბრძნეს ფლობს და საუკეთესოდ ესმის სულიერი საკითხები. ასეთი მოწმე შეიძლება სულიერად სუსტად მიიჩნიონ და თქვან, რომ ის სულიერად მრუშობს, რადგან სრულ რელიგიური მოძღვრებებით იკვებება. ამის საპირისპიროდ ის იეჰოვას მოწმე, რომელსაც ჩარჩოების მიღმა შეუძლია იაზროვნოს და ღიაა განსხვავებული თვალსაზრისის მოსასმენად, არც სხვა რელიგიების შესწავლა აშინებს, არც სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან საუბარს გაურბის და ასეთი ადამიანი მალე ხვდება, რომ ორგანიზაცია, რომელიც აქამდე უნიკალური ეგონა, სულაც არა ასეთი. ამიტომ საკუთარ თავთან აზრიანი კითხვების დასმას იწყებს. მაგალითად, რატომ უნდა შევწირო ჩემი ახალგაზრდობა და ცხოვრება ამ ორგანიზაციას? რატომ უნდა ვთქვა უარი სისხლის გადასხმაზე? რატომ თქვა უარი განათლებაზე და კარიერაზე? რატომ თქვა უარი შვილების სკოლაზე? რატომ თქვა უარი დაბადების დღის აღნიშვნაზე? რატომ დავხარჯო ჩემი ცხოვრება ქუჩა-ქუჩა იმის ქადაგებაში, რაზეც ხვალ ან ზეგ ხელმძღვანელი საბჭო მეტყვის, რომ მცდარ სწავლებებს ქადაგებდით? რატომ ვენდო ამ თერთმეტ მამაკაცს, რომლებიც თავადვე გვასწავლია, რომ არც ღვთისშთაგონებულები არიან და არც უშეცდომო? ასეთი კითხვები ბევრ მოწმეს დილემის წინაშე აყენებს. გამოსავლის პოვნასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ზედმეტი სიფრთხილის გამო ზოგს ათეული წლები გაურბის. დავიღალე კრებებზე დასწრებით. მოწმისთვის კრებებზე რეგულარულად დასწრება სულიერი თვალსაზრისით სავალდებულო მოთხოვნაა, რადგან მიაჩნიათ, რომ კარგი სულიერობისთვის აუცილებელია რეგულარულად ესწრებოდე კრებებს. მოწმეს ყოველ კვირა უწევს რამდენიმე რელიგიურ შეხვედრაზე დასწრება. შუა კვირის შეხვედრა, ასევე შაბათ ან კვირას გამართული კრების შეხვედრა, სამქადაგებლო შეხვედრა,
წლის განმავლობაში გამართული სარაიონო და რეგიონალურ კონგრესებზე დასწრება. ამას ემატება ასევე ოჯახური შესწავლა და პირადი შესწავლა. მრავალი მოწმისთვის ასეთი გადატვირთული გრაფიკი დამთრგუნველი და გამომფიტავია, იმიტომ რომ ბევრ მათგანს აქვს სამსახური, სადაც სრულგანაკვეთზე მუშაობენ. ყავთ შვილები, რომლებსაც აღზრდა და მოულაპატრონობა სჭირდებათ. ამ ყველაფერთან ერთად მოწმეებისგან მოელიან, რომ კრებებზე დასწრებისთვის კარგად მოამზადონ ჟურნალებში და წიგნებში დაბეჭდილი სტატიები და კრებებზე დასმულ კითხვებზე მოსაწონი პასუხები გასცენ. ამ ყველაფრის გაკეთებას დიდი დრო, ენერგია და ძალისხმევა ესაჭიროება და საბოლოოდ სახეზე ვიღებთ გამოფიტულ ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად ემსახურება ორგანიზაციის მოთხოვნებს. მაგრამ თუ მოწმე იტყვის, რომ ამ ყველაფრით დაიღალა და კრებებს ვეღარ დაესწრება, მას ეს შეიძლება სულიერ სისუსტეში ჩაუთვალო, რადგან ხელმძღვანელობის აზრით მოწმეებს უნდა ამხნევებდეთ და ახარებდეთ კრებზე დასწრება. თუ მოწმესთვის კრებაზე დასწრება მოსაბეზრებელია და დამღლელია, ჩათვლია, რომ ის სულიერად დასუსტა და სულიერობისადმი თავდაპირველი სიყვარული დაკარგა. ამიტომ გადაღლილი იეჰოვას მოწმე იძულებული სწავლობს გადაღლილობის დამალვას. იწყებს გაღიმებული გამომეტყველების ტარებას და გამოფიტულობის მიუხედავად ენთუზიაზმის მოჩვენებითად გამოხატვას. მოწმე მიცის, რომ თუ კრებებს გააცნეს, უხუცესები დაიწყებენ სატელეფონო ზარების განხორციელებას და მისი სულიერების გამოსარკვევად გამიზნული ბევრი შეკითხვების დასმას. ხშირად ყოფილი მოწმეები ამგვარ სატელეფონო ზარებს ძლიერ ზეწოლას უწოდებენ. სამწუხარო ისაა, რომ კრებებზე ნებაყოფლობითი დასწრება უკვე აუცილებელი პირობა და პროცედურა ხდება. ასე დროს ადამიანი კრებებს ესწრება არა სულიერი წყურვილისა და სიხარულის გამო, არამედ აუცილებელი მოთხოვნის გამო და იმის გამო, რომ არ გახდეს უხუცესებისა და კრებაში ყოფი ადამიანების განსჯის ობიექტი. ამგვარად კრება ადამიანის კონტროლის ერთ-ერთ საშუალებად გვევლინება. აღარ მსურს კარდაკარ სიარული და ქადაგება. შეიძლება ითქვას, რომ კარდაკარ ქადაგება იეჰოვას მოწმეების დამახასიათებელი საქმიანობაა. ქადაგება არა მხოლოდ წახალისებულია, არამედ თითოეული მოწმის მოვალეობად მიიჩნევა. ისინი, რომლებიც რეგულარულად არ მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში, შესაძლოა მიიჩნიონ სულიერად დასუსტებულად ან არააქტიურებად. ქადაგებს თუ არა მოწმე, ამით შეიძლება მისი სულიერი ჯანმრთელობაც კი გაზომონ უხუცესებმა. ფაქტია, რომ ზოგი იეჰოვას მოწმისთვის კარდაკარ ქადაგება საშინელებაა. ზოგს პირდაპირი გაგებით ეშინია. ილამშვიდობის. ბოდიში ცოტა დამაგვიანდა. სამაგიეროდ ყავა გამოგიყოლე. არა უშავს, მადლობა. ყავა დღეს ნამდვილად დამჭირდება. ჩემი არ იყოს შენ სპეციალურ კამპანიაზე ხომ არ გეფიქრება, გუშინ რომ გამოაცხადეს. ხო, მაგაზე მეფიქრება. ისე არ მინდა ცუდად გამიგო, მაგრამ ეს ცნობა მეტისმეტად პირდაპირი მგონია. შენ რას ფიქრობ? იცი, მთლად ასეც არ ვიტყოდი. თუმცა გეთანხმები, საკმაოდ პირდაპირია. დღეს ხალხს ისედაც აღიზიანებს, როცა ვეუბნებით, რომ ბიბლია სულ სხვა რამეს ასწავლის. ამის მოსმენა ხო საერთოდ. ახსოვს, ადრე მამამ მითხრა, რომ როცა ეს მითითება მიიღეს, თავიდან ძალიან შეეშინდა. ხო, მეც ზუსტად ასე ვგრძნობ თავს. მეც მეშინია. მაგრამ უხუცესები არ წუნებენ, რომ შიში თურმე ნორმალურია. შიში ნორმალურია. სხვადასხვა ამან გამახსენა ისრაელების შემთხვევა, რომელიც გამოსვლაშია ჩაწერილი. ქადაგება ზოგისთვის არის უბრალოდ არასასურველი და არაკომფორტული საქმიანობა, იმიტომ რომ ზოგი მათგანი ბუნებით ინტროვერტია. ამიტომ
უარყოფას გაურბის, ან უბრალოდ არ მოსწონს კონფრონტაციული რელიგიური საუბრები, მაგრამ ისინი ასწავლიან, რომ ეს გრძნობები იეჰოვას მოწმე უნდა დაძლიოს. ყველას უზიარებთ მთელ მსოფლიოში. აი ინებეთ, ეს თქვენი ეგზემპლარია. მოიცა, ეს რა არის? თქვენ რა იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენ ვწდებით და თქვენ ახართ მართლები? ძმებო, იცით, ამდენი წელი გავიდა და ვერა და ვერ დავძლია შიში. როცა მდგომარეობა გაუარესდება რაღაც ვიზამ. დაოშერი. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ბევრი ჩვენგანი კარდაკარ მსახურების დროს ძალიან ვღელავთ ხოლმე, მათ შორის მეც. უბრალოდ ჩემს დამშვიდებას ვცდილობთ. არა, დაგვიჯერე, ეს სიმართლეა. იყო გაბედული არ ნიშნავს საერთოდ არ ინერვიულო. გაბედულება ზოგჯერ სწორედ იმაში გამოიხატება, რომ შიშის მიუხედავად არ დანებდე. რა გამამხნევებელი აზრია. მოდი კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. 27 ფსალმუნის მე-14 მუხლზე. ამ მუხლიდან გამომდინარე, როდესაც ისეთი სირთულის წინაშე დადგები, როცა გაბედულება დაგჭირდება, მსახურების დროს თუ სადმე სხვაგან, გახსოვდეს სამი რამ, რაც უნდა გააკეთო. ილოცე, მიენდე იეჰოვას და იმოქმედე. ხომ დაიმახსოვრე. ილოცე, მიენდე იეჰოვას და იმოქმედე. ერთი წუთით ჩავიწერ. კარგია. ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში იეჰოვას მოწმე იძულებული ხდება დამალოს, რას გრძნობს და საკუთარი თავი აიძულოს საქადაგოდ წავიდეს, რადგან ასწავლეს, რომ ქადაგებაზე უარის თქმა ღვთის პირდაპირი მცნებისა და დავალების დაუმორჩილებლობაა. ორგანიზაცია ასწავლის, რომ ქადაგება სიკვდილ სიცოცხლის საკითხია, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ისმენს მოწმის ქადაგებას, არამედ ქადაგებელი იეჰოვას მოწმისთვისაც. ორგანიზაცია აგრეთვე ასწავლის, რომ თუ იეჰოვას მოწმე უარს იტყვის ამ მნიშვნელოვან დავალებაზე, იეჰოვასთან აგებს პასუხს და ღვთის მიერ მოკლული ცოდვილის სისხლს იეჰოვას მოწმის ხელიდან მოიკითხავს. როდესაც იეჰოვას მოწმე თავის თავთან აღიარებს, რომ ქადაგება არ სურს, ხვდება, რომ მისი პირადი სურვილები და გრძნობები წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციის მოთხოვნებთან. ეს მოცემულობა სერიოზულ პიროვნულ კონფლიქტსა და დისკომფორტს ქმნის იეჰოვას მოწმეში. მიუხედავად ამისა, ის იწყებს მოჩვენებითი ენთუზიაზმის გამოვლენას, ღიმილს და სიხარულის გამოხატვას იმ საქმიანობის მიმართ, რომელიც სინამდვილეში აშინებს, არ უყვარს, დისკომფორტს უქმნის ან შფოთვის მიზეზს წარმოადგენს. მაგრამ მაინც ის მოქმედებს საკუთარი გრძნობებისა და სურვილების საწინააღმდეგოდ. ასეთი ადამიანი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, რომ ამგვარი ცხოვრების სტილი დროთა განმავლობაში შეიძლება მის ემოციურ და ფსიქიურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. ბევრმა ყოფილმა მოწმემ აღწერა ის შვება, რაც მას შემდეგ განიცადეს, როდესაც მიხვდნენ, რომ აღარასდროს მოუწევთ უცნობი ადამიანების კარებზე კაკუნი და ეგრეთ წოდებული კარზე მომდგარი არმაგედონის ქადაგება. აღარ მჯერა, რომ ეს ჭეშმარიტი რელიგიაა. ამ სიტყვების წარმოთქმა იეჰოვას მოწმისთვის ატომური ბომბის აფეთქებას ავითაა, რადგან ამით ყველაფერს წერტილი ესმება. მოწმეების სოფხედველობით მათი ორგანიზაცია არ არის მხოლოდ რაღაც რელიგიური ჯგუფი. ის მიაჩნიათ ჭეშმარიტების გამცხადებელ ორგანიზაციად, ხოლო ყველა დანარჩენი მიაჩნიათ სრულ რელიგიად. როდესაც ადამიანი ხმამაღლა ამბობს, მას აღარ სამს, რომ ეს ორგანიზაცია ჭეშმარიტებას ასწავლის, ის უკვე კვეთს წითელ ხაზს. მისი ეს ნაბიჯი რელიგიური თვალსაზრისის შეცვლაზე გაცილებით მეც ნიშნავს. ამ სიტყვების წარმოთქმით ადამიანი ეჯახება მოწმეების მთლიან სოფხედველობას, ასევე მათ არჩევანს ცხოვრებისეულ საკითხებში, მათ ურთიერთობებს და იმას, რომ მათი თავგანწირვა არის ცრუ სწავლებებზე და ყალბდაპირებებზე აშენებული. იეჰოვას მოწმე რომ ამ ყველაფერს მიხვდეს და ამ სიტყვების ხმამაღლა გაცხადების ზღვარამდე მივიდეს, დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ წლებიც კი.
ადამიანს ნენელა უჩნდება კითხვები. ნენელა აცნობიერებს, რომ 1914 წლის სწავლები უსაფუძვლოა, ასევე სისხლის გადასხმის აკრძალვა. ამას ემატება ის უამრავი დაპირებები და წინასწარმეტყველებები, რომლებიც არ შესრულდა. ასევე ზოგადი სწავლებები, რომლებიც წამდაუწუმიცლება. ასევე ცვალებადი წესები გარეგნობასა და ჩაცმულობასთან, ახალი დამოკიდებულებები გარიცხულებთან მიმართებაში. ასევე მიმდინარე სასამართლო საქმეები, ასევე ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული სამთავრობო რეკომენდაციები, ასევე დაფინანსების შეწყვეტა მთავრობების მიერ. სულ ახლახან შვედეთში დაიწყო ანალოგიური პრობლემები და სხვა მრავალი რამ. და ამ ყველაფრის გადახარშვა ძალიან დიდი ძალისხმევა და ნერვები სჭირდება, რომელსაც თან ახლავს უძილო ღამეები. როცა იეჰოვას მოწვე ამ ყველაფერს ბოლომდე აცნობიერებს, მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. წლები, რომლებიც ორგანიზაციას შეალია, ხვდება, რომ უაზრობა იყო. ეს ურთიერთობები, რომელიც წლების განმავლობაში ორგანიზაციის შიგნით აშენა და კბილებით ინარჩუნებდა და ეგონა, რომ ნამდვილი და უანგარო იყო, დაინახა, რომ პირობებზე ყოფილა აგებული და ის სიყვარული, რომელსაც საძმო ეფიცებოდა, ერთ წამში გაქრა, რადგან მას შემდეგ, რაც თქვა, რომ აღარ სჯერა მოწმეების რელიგია ჭეშმარიტია, ყველამ ზურგი აქცია და გარიყა. მათ შორის იმ მეგობრებმა, რომლებისაც სჯეროდა და ბოლომდე ენდობოდა. ამ ყველაფერს თან სდევს სტრესი, დეპრესია, ბოლოს კი ორგანიზაციიდან გარიცხვა. ანუ ახალი ტერმინოლოგიით, თუ ვიტყოდით, კრებაში დარჩენის უფლების ჩამორთმევა. პიროვნება, რომელიც ცოცხალი იყო და რომელთანაც ყველა ურთიერთობდა, დღეს უკვე მათთვის ისია თითქოს ის აღარ არსებობს, ან არც არასდროს უარსებია. ეს არ არის მხოლოდ სოციალური იზოლაცია, ეს უკვე არის სოციალური სიკვდილი, რომელიც იმისთვისაა მოგონილი, რომ გაჩუმებული ჰყავდეთ ისეთი ადამიანიც კი, რომელიც აღარაა იეჰოვას მოწმე და აღარაა მათთან და რომელსაც აღარ სწამს ამ ორგანიზაციის სწავლებების. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ და ამბობენ, რომ ეს ორგანიზაცია არაა ჭეშმარიტი რელიგია, პირველად გრძნობენ ნამდვილ თავისუფლებას თავიანთ ცხოვრებაში. დაინახეს, რომ რასაც ორგანიზაციაში ყოფნის დროს ასწავლიდნენ, თითქოს და ცხოვრება ამ ორგანიზაციის გარეშე არის სულიერი უდაბნო, სიბნელე და უიმედო ადგილი, სუცრუა აღმოჩნდა. ასეთებმა დაიწყეს ახალი, გულწრფელი ურთიერთობების შენება, სადაც ნამდვილი სიყვარულია ახლად შეძენილ მეგობრებს შორის და არა მხოლოდ ერთნაირი რელიგიური შეხედულებების მქონე ადამიანების პირობებზე აგებული კავშირი. მათ უკვე თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, რაც მანამდე შეზღუდული ან აკრძალული ჰქონდათ. აშკარაა, რომ ამ თავისუფლების მოპოვება ძვირი უჯდება იეჰოვას მოწმეს ამ ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმემ უნდა აირჩიოს ორიდან ერთ-ერთი. ან იყოს თავის თავთან მართალი და აღიაროს ის, რისიც დღეს ჯერა და რასაც სინამდვილეში ფიქრობს ორგანიზაციაზე და მის სწავლებებზე, თუნდაც ეს სოციუმის დაკარგვის ფასად დაუждდეს, ან დარჩეს ორგანიზაციაში სოციუმის შესანარჩუნებლად და მუდმივად ითამაშოს, რადგან იმის მუდმივად დამალვა მოუწევს, რომ აღარ სწამს ის, რაც ადრე სწამდა. ინტელექტუური პატიოსნების მქონე ადამიანი არც თავს მოიტყუებს და არც ხებს მოატყუებს და გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც სწორია თავის თავთანაც, ღმერთთანაც და სხვებთანაც. ის, რაც დღეს მოისმინეთ, მარტო იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას როდი ახასიათებს. ანალოგიურ მეთოდებს შეიძლება იყენებდნენ სხვა სექტები და ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ავრცელებენ თავიანთ ჯგუფებში მყოფ ადამიანებზე. ასეთი ორგანიზაციები ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც თავისუფალი აზროვნება და მასზე ფიქრიც კი საშიშია. ამ იდეოში განხილული იყო ადამიანების მართვის მეთოდები, ინფორმაციის კონტროლი, სოციალური იზოლაცია, ფიქრების შეჩერება, შიშზე დაფუძნებული მოტივაცია და განსხვავებული აზრის დასჯა. ეს არის სწორედ ის მეთოდები და იარაღები, რომლებსაც ავტორიტეტული ჯგუფები იყენებდნენ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. ადამიანების მართვის მეთოდების გამოყენებისა და მოქმედების პრინციპების ცოდნა გვეხმარება ამოვიცნოთ, სად გამოიყენება ეს მეთოდები. იქნება ეს რელიგიური ჯგუფი, პოლიტიკური, ბიზნეს ორგანიზაცია თუ სოციალური ჯგუფი. გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კონტროლის მექანიზმების შესახებ იცის, არ არის ადვილი სამართავი.
და ბოლოს თუ ვინმეს გყავთ იეჰოვას მოწმე ოჯახის წევრი, მეზობელი, ნათესავი თუ ნაცნობი, გახსოვდეთ, რომ მას შეიძლება ეჭვები ღრნიდეს, მაგრამ ხმას ვერ იღებდეს. კითხვები ჰქონდეს, მაგრამ ვერ ბედავდეს მათ დასმას. ამ ყველაფრით იტანჯებოდეს, მაგრამ ვერ გიზიარებდეთ. ამიტომ გთხოვთ, იყავით მათ მიმართ მომთმენი, სიყვარულითა და გაგებით მოექეცით მათ. აჩვენეთ რა არის ნამდვილი, უანგარო და უპირობო სიყვარული. ასეთი გულწრფელი ყურადღების გამოვლენით თქვენ შეიძლება მათ დიდი დახმარება აღმოუჩინოთ და ერთ მშვენიერ დღეს გაბედონ, შეძლონ ხმის ამოღება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. თუ იეჰოვას მოწმე ხარ და უყურებ ამ ვიდეოს და ეჭვებში ხარ, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. შენს მსგავსად ძალიან ბევრი, ათასობით ადამიანმა გამოვიარეთ ეგ რთული გზა, რასაც დღეს გადიხარ და კიდე ათასობით ადამიანი გამოივლის. გახსოვდეს, რომ კითხვები, რომელიც გაწუხებს, საფუძვლიანია და გონივრული. შენ გააქვს მაგ კითხვების დასმის უფლება. შენ გააქვს თავისუფლად აზროვნების უფლება. ეს ბუნებრივი და თანდაყოლილი უფლება. ასევე გახსოვდეს, რომ ჭეშმარიტებას არც გამოკვლევის ეშინია და არც კითხვების დასმის. ჭეშმარიტებას არ ახასიათებს ჩახშობა და დუმილი. უფრო მეტიც, ჭეშმარიტების დასაცავად საჭირო არ არის მუქარა, მანიპულაციები, ემოციური შანტაჟები და ბერკეტები. ზოგჯერ ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რისი გადადგმაც შეგიძლია, არის უბრალოდ მისცე საკუთარ თავს დრო და ასევე უფლება იფიქრო იმაზე, რაზეც გითხრეს, რომ არ უნდა იფიქრო. თქვა ის სიტყვები, რაც გითხრეს, რომ არ შეგიძლია თქვა. ქვეყანა სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ეცდებიან გითხრან, რისი გაკეთება შეგიძლია და რისი არა. მაგრამ გახსოვდეს, რომ შენი გონება შენ გეკუთვნის და შენ წვითავ რა არის კარგი შენთვის და რა არა. რას გააკეთებ და რას არა. და თუ ეს ვიდეო დაგეხმარა რაიმე ახალი გესწავლა, ან ის როგორ იმართება ადამიანი, ან რა არის ნამდვილი თავისუფლება, მაშინ გთხოვ, გაუზიარე ვიდეო სხვებსაც, რათა სხვებმაც ისარგებლონ მისით. ახლა კი დროებით გემშვიდობებით, როგორც ყოველთვის, კეთილი სურვილებით.